გავარვარებული ისრაელური უდაბნოდან გადავინაცვლოთ ტეხასის მკვდარ უდაბნოში. თუკი მელ გიბსონის შედევრში ქრისტეს უნებები ბიბლიურ ბოროტებას განასახიერებდა როზალინდა ჩელენტანო და იყო მისტიკური და შემაშინებლად ძველი ძმები კოენების მიერ გამოსახული ბოროტება აბსოლუტურად სხვა საფეხურზე ავიდა. ის ამაზრზენია და თანამედროვე. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა გენიალური ფილმი მოხუცების ადგილი აქ არ არის. ეს ფილმი მხოლოდ ტრილერი არ არის. მან გაყო ეპოქა დე და შემდეგ. ძმები კოენები თვალსაჩინოდ გვიჩვენებენ, რომ გასული 1000 წლის განმავლობაში ბოროტებამაც შემაშფოთებელი ევოლუცია განიცადა. მან ნიღაბი ჩამოიხსნა, უარი თქვა მსხვერპლის შეცდენაზე და გარდაიქმნა 21 საუკუნის განადგურების სუფთა მექანიკურ ფუნქციად. ეს ფილმი ახალი სამყაროსთვის გამოტანილი სასტიკი და უკომპრომისო განაჩენია, რომელშიც ბოროტება უემოციოა და სრულად დაცლილია გასაგები ადამიანური მოტივისგან. ყურადსაღებია, რომ ფილმში მუსიკა ფაქტობრივად არ არის. კოენები გვაიზულებენ ვუსვინოთ სიჩუმეს, ქარს, ხრეში შრიალს, ჩექმის ქვეშ შეკუმშულ ჰაერს. ეს უბრალო სტილისტური ხერხი არ არის, არამედ სტილისტური განაცხადია. ფილმის სამყაროში სიჩუმე ღმერთის ხმაა, მაგრამ არა იმ ღმერთის, რომელსაც საკვირაო სკოლებში უმღერიან, არამედ იმ ღმერთის, რომელმაც შექმნა ეს უდაბნო, ადგილი ადამიანების დასასჯელად, მათი ქცევისთვის, იმათთვის, ვინც უხმოდ აკვირდება, როგორ ჭრიან ადამიანები ერთმანეთს ყველას ჩემოდნისთვის, რომელშიც ჭუჭყიანი ფურცლებია. დღეს ჩვენ მოხსნით ამ შედევრს ჩვეულებრივი კრიმინალის ფენას, ჩვენ ჩავეშვებით თავდაპირველი ქაოსის მისტიკასა და რელიგიურ საშინელებაში. ძმები კოენების გენიალურობა იმაშია, რომ ეს ფილმი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. ის არღვევს ჰოლივუდის ყველა კანონს, რომ არსი სიღრმისეულად გააშიშვლოს, ღმერთის ნება უცნობია და ადამიანის მხრიდან მისთვის სასოწარკვეთით გაწეული და წინასწარ მარცხისთვის განწირული წინააღმდეგობა ცოდვაა. მას ასე ვინაა ანტონ ჩიგური, მკვლელი, ფსიქოპატი, კარტელის მიერ დაქირავებული კრიმინალი? თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მაშინ მთავარი გამოგრჩენიათ. ჩიგური ესაა ევოლუციის საბოლოო წერტილი, სწორედ იმ სატანისა, რომელიც იუდაში ვნახეთ. გიბსონთან ეშმაკი გაცდენაა, ჩურჩულებდა და უცნაურ ფორმებს იღებდა. მას დიალოგი სჭირდებოდა, ჩიგურს კი დიალოგი არ სჭირდება. ის ახალი უემოციო ბოროტებაა, რომელიც ადამიანური ლოგიკის მიღმაა. მკვლელობის დროსაც კი ის უჩვეულოდ განსაკუთრებულად გულცივად მოქმედებს. მის ხელში არის არა პისტოლეტი, არამედ გაზის ბალონი, პნევმატური გასახსნელით, რომლითაც ცხოველებს ხოცავენ. ამ გარდაქმნილი ბოროტებისათვის ადამიანები აღარ წარმოადგენენ მოაზროვნე სულიერ არსებებს, არამედ საქონელს, ტეხასი კი საქონლის სასაკლაოს. ჩიგური უბრალოდ ასრულებს უტილიზაციის მექანიკურ სამუშაოს, ისევე როგორც სატანა ჩელენტანო დასრიალებდა ბრბოს შორის გესტიმანიის ბაღში. ჩიგური დასრიალებს ტეხასში, უხილავი და გარდაუვალი. ასეთი არსებობის მისტიკურ ტრადიციას უწოდებენ განადგურების ანგელოზებს. თქვენ არ შეგიძლიათ ბუნების კანონის დაჭერა და დასჯა. თქვენ ვერ დაიჭერთ ჩიგურს. სხვათა შორის კანონები, რომლებიც მედია სივრცეებს მართავენ, ხელს უწყობენ რაღაცის დამალვას, ამ პირიქით გამოჩენას მთელი სამყაროსთვის. ყველაზე გამაოგნებელი ეფექტი იმალება ჩიგურის მონეტაში. გავიხსენოთ სცენა გამყიდველთან ბენზინ გასამართ სადგურზე. მოხუცმა კაცმა მხოლოდ ის დააშავა, რომ ზედმეტი კითხვა დასვა. ჩიგური მას მონეტის აგდებას თავაზობს. დაბნეული მოხუცი ეუბნება, რომ მას არაფერზე ფსონი არ დაუდია და ჩიგური სატანის გენიალურ საშიშ ფრაზას ამბობს. მთელი შენი ცხოვრების ბედი წყდება, უბრალოდ შენ ამის შესახებ არ იცოდი. თქვენ მთელი ცხოვრება ფსონსდებთ, მაგრამ ამის შესახებ არ იცით. ამით კოენები სუფთა ფილოსოფიურ დონეზე გადადიან. ჩიგურის მონეტა ესაა სამყაროს კვანტური ქაოსის სიმბოლო. ჩიგური თავს მიიჩნევს ბედისწერის იარაღად. თუკი მონეტა პირზე დაეცემა, მოხუცი იცოცხლებს, თუკი ზურგზე მოკვდება. არ არსებობს მორალი, არ არსებობს დამსახურება. ღმერთი საერთოდ არ ერევა უდანაშაულო ადამიანის გადარჩენაში. ჩიგურის სამყარო ესაა სამყარო, რომელშიც ადამიანის ბედი დამოკიდებულია რკინის პატარა ნივთის ტრაექტორიაზე. გარდაქმნილი ქაოსის წინაშე ჩვენ ყველანი თანასწორები და დაუცველები ვართ. ამ ბოროტებას ვერ მოველაპარაკები, მას ვერაფერს გაუგებ. მოხუცები მას ვერ გაუგებენ, რადგან იმ ეპოქაში ჩარჩნენ, სადაც ეშმაკს ადამიანური სახე მაინც ჰქონდა და მოტივი. ამ საკულტო როლის შექმნისთვის ესპანელმა მსახიობმა ხავიერ ბარდემმა მიიღო ოსკარი, ბაფტა და ოქროს გლობუსი. საიდან გაჩნდა ამ ჩუმტე
წოთეხაში ასეთი სისასტიკე. შერიფი ბელი ჭივის, რომ სამყარო უფსკრულში აღმოჩნდა, რომ მამამისი ვერ გაუგებდა და ვერ იცხოვრებდა ამ სამყაროში. აქედან მოდის ფილმის სახელწოდებაც, რომ მოხუცების ადგილი აქ არ არის, მაგრამ ნებისმიერ სულიერ დაცემას მატერიალური ტრიგერი აქვს. ეს ბოროტება მატერიალიზდება უდაბნოში, რადგან 1970-80-იანი წლების ვაჭრობამ საზღვრისპირა ქალაქები გადააქცია ჯოჯოხეთად. დიდმა იოლმა ფულმა გააუფასურა ადამიანის სიცოცხლე. ძალადობა იქცა პროფესიონალურად და მექანიკურად, მაგრამ ღრმა რელიგიურ დონეზე ჩვენ გვესმის, რომ ისეთ ტექტონიკურ ცოდვებს, როგორებიცაა მაგალითად მასობრივად ადამიანების საწამლავით მოწამლა, ფულის გამო ყოველთვის ექნება შედეგი. მიწა ცოდვებით გაიჟგინდა და ამ სულიერი ლპობიდან დაიბადა დემონი, რომლის სახელიცაა ანტონ ჩიგური. ლეველინ მოსი პოულობს ამ სისხლს და ცოდვის ჩემოდანს. ის ფიქრობს, რომ ყველაზე ჭკვიანია ის, ვიეტნამის ვეტერანია, სნაიპერია. ის ახერხებს ბანდიტების ნაბიჯების გათვლას, ყიდულობს იარაღს, აგებს ხაფანგებს და აქ ვლინდება ძმების კოენების გენიალურობა. ფილმი სრულად ტოტალურად არაპროგნოზირებადია. ჩვენ ველოდებით ჰოლივუდურ დასასრულს, ტიტანების, მოსის და ჩიგურის ბრძოლას, მაგრამ კოენები უბრალოდ გვიჩვენებენ მოსის გვამს იაფასიანი სასტუმროს იატაკზე, ადგილზე მისული შერიფის თვალით. ჩვენ კატარზისის გარეშე გვტოვებენ. ჩვენი ბედი არაპროგნოზირებადია და მთელი ჩვენი ადამიანური უნარები გადაიქცევა ფერფლად. როდესაც სამყარო ჩათვლის, რომ შენი დრო ამოიწურა, მოსი ფიქრობდა, რომ ებრძოდა ბანდიტების ფულით სავსე ჩემოდნის გამო, მაგრამ ის სასოწარკვეთილი ბრმად ეწინააღმდეგებოდა მოვლენათა განვითარებას, რომელიც ზემოდან იყო წინასწარ განსაზღვრული. ამ სამყაროში სასჯელი და განსაცდელი შემთხვევითი არ არის. მოსმა ჭუჭყიან ფულს მოკიდა ხელი, დაიწყო გამოძიება და შეეცადა განგებისთვის ეჯობნა, მაგრამ ქაოს ვერ აჯობებ, ვერ მოატყუებდა მოდის ჩიგური. და ახლა ვუახლოვდებით ფილმის გულს. შერიფი ედ ტომ ბელი, რომლის როლის გენიალურად შეასრულა ტომი ლი ჯონსმა, ერთადერთი მართალი კაცია, მაგრამ სინამდვილეში მისი დეპრესია და კრახი ბევრად ღრმაა. ბელი ებრძვის ღმერთის ჩანაფიქრს. ფილმის ბოლოს ბელი თავის ბიძასთან ელისთან მიდის, ასევე კანონის მსახურთან, რომელიც ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული და ბელი მას თავის მთავარი მეტგაცრუებას უმხელს. მე ვფიქრობდი, რომ წლებთან ერთად ღმერთი რაღაც ფორმით გამოვლინდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ტყუილად. მე მას არ ვადანაშაულებ. მის ადგილას ჩემზე მე იმავეს ვიფიქრებდი, რასაც ის ფიქრობს, რაზეც ბიზა პასუხობს. შენ რომ დათრგუნული ხარ, ეგ სიახლე არ არის. ამ ქვეყნიური ცხოვრება მძიმეა, იმას რაც გადაწყვეტილია შენ ვერ შეაჩერებ და ცხოვრება შენზე ვერ მოირგებ. ეს ეგოიზმი და ამპარტავნებაა. ბელი აღიარებს თავის მთავარ იმედგაცრუებას, რომ ნაწყენია ღმერთზე, რომ ელოდა მას, მაგრამ ის არ მოვიდა. ბელს მიაჩნია, რომ რადგან მთელი ცხოვრება პოლიციელის სანიშნით იარა, ღმერთს მისთვის ასაკში ბოროტებაზე გამარჯვება უნდა მიეცა. და აქ მოხუცი ბიძა აფხიზლებს მას ხისტი პასუხით. სამყარო სასტიკია, ის დაუნდობელია ადამიანების მიმართ. შენ ვერ გააჩერებ იმას, რაც მოახლოებულია და სამყარო შენ არ გელოდება. ეს ამპარტავნებაა. სწორედ ესაა ფილმის მთავარი რელიგიური ეფექტი. ბიძა ადანაშაულებს ბელს ამპარტავნებაში, სულიერი ადამიანების მთავარ ცოდვაში. შერიფი ბელი ფაქტობრივად ღმერთის ნებას ეწინააღმდეგება, ისე რომ თავადაც არ იცის. მან წარმოიდგინა, რომ პოლიციელის ნიშანი და მისი მორალი გადაარჩენდა სამყაროს დაცემისგან. ის ნაწყენია, რომ ასე იბრძოდა და ღმერთი არ მოვიდა და სამყარო მაინც მიექანება უფსკრულისკენ. პატარა ადამიანის ამბოხი მიუწვდომელი ღმერთის ჩანაფიქრის წინააღმდეგ. კოენების და კორმაკ მაგარტის ღმერთი ეს არ არის კეთილი ბაბუა, რომელიც შერიფებს ეხმარება. ესაა სამყაროს პირქუში არქიტექტორის სამყაროსი, სადაც ყველას ადგილია, ცხოვრებაც მგლებისავით და საქონლის სასაკლაოსიც. ამ სამყაროს მიერ გამოგზავნილი განსაცდელი არასოდეს შემთხვევითი არ არის. ეს ყოველთვის რაღაცის შედეგია. ბელი კი იმასთან ბრძოლას ცდილობდა, რის მასშტაბებსაც მისი გონება უბრალოდ ვერ დაიტევდა. მანამდე ამის გაკეთებას ცდილობდა მისი ეტლზე მიჯაჭვული ბიძა და დაისაჯა იმით, რომ ამ ეტლში აღმოჩნდა. ესაა ფილმის მორალი და მისი მთავარი პარადოქსული დასკვნა. არასოდეს შეეწინააღმდეგო ღმერთის ნებას. იყავით როგორც არყის ხე ქარიშხლის დროს და არა როგორც მუხა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეწინააღმდეგება ქარს და ეს უკანასკნელი მას ფესვებიდან გლეშს. ანადგურებს როგორც გაანადგურა მოსი და გატეხა ბელი. არყის ხე კი იხრება, ის ქარის ძალას უთმობს, რადგან ქარიშხლის სიდიადეს აღიარებს. არ ცდილობს თავისი ეგოთი სტიქიის მორევას და განაგრძობს დგომას. თქვენ უკანასკნელ წუთამდე არ იცით ღვთის ჩანაფიქრი. ადამიანების გონება ზედმეტად პატარა ამას რომ ჩაწვდეს. ამიტომ ნუ შეეცდებით ღმერთის ნების გადაფარვას თქვენი ეგოიზმით და ამპარტავნებით და ნუ იტანჯავთ თავს, როდესაც ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებთ. გააკეთეთ თქვენი
საქმე პატიოსნად იარეთ თქვენს გზაზე აქტიურად და სწორედ, მაგრამ შედეგის გამო თავს ნუუსაყვედურებთ. ღმერთის ნების მასშტაბები უსასრულოა, ხოლო ამ ცხოვრებაში ყველა გამოსდა და სასჯელი კანონზომიერია და არა შემთხვევითი. ის ღრმა, მიზეზ შედეგობრივი კავშირების შედეგია და ასეც უნდა იყოს. თავისი მეორე სიზმარში ბელი ხედავს გარდაცვლილ მამას, რომელიც მას მიერეკება ცხენით, ცივ ბნელ ღამეში. მას ხელში უჭირავს როხის რქა, რომელიც ჩუქს ასხივებს. ის არაფერს ამბობს, უბრალოდ მიდის წიის სიბნელეში, რომ ცეცხლი დაანთოს. დიახ, სამყაროში გარშემო ცივი და ბნელი მთებია. დიახ, აქ მოხუცების ადგილი არ არის, მაგრამ ეს სიზმარი იმის მტკიცებულებაა, რომ თუ კი ამ პარტავნებას მოერია და მიიღე ღმერთის ნება, გაიარე შენი გზა ღირსეულად და პატიოსნად, სინათლე არ ჩაქრება. მამამ კოცონი დაანთო და ელოდებოდა თავის დაღლილ შვილს. მეორე მხარეს, ღმერთის ნება ჩვენთვის გაუგებარია, ვიდრე ცხოველები ვართ და ვხედავთ მხოლოდ ქარიშხალს, არა და კოცონი არსებობს. შერიფი ბელის ბოლო სიტყვებია და შემდეგ მე გამეღვიძა. გაიხედეთ ირგვლივ, რა სამყაროში გაგეღვიძათ თქვენ. ეგოიზმის სამყაროში, რომელიც ესესაა, ამოგძირკოვთ ფესვებიდან თუ სამყაროში, სადაც მზად ხართ ღმერთის ნებას მიენდოთ და დაინახოთ კოცონი, რომელიც სიბნელეში იწვის თქვენთვის და დამშვიდდეთ.